ახმეტის ტექნოპარკში ახალი პროექტის კვირეული დასრულდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების კვების ტექნოლოგიებით დაინტერესებასა და ინოვაციური სტარტაპ პროექტების შექმნას. 6 დღის განმავლობაში მონაწილეებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან გაიარეს ტრენინგ კურსები. პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა. ახმეტის ტექნოპარკში დასრულდა FoodTech AI კვირეული. მონაწილეები ჩართულები იყვნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. მათ ამ 6 დღის განმავლობაში გაიარეს აგროტექნოლოგიების, კვების ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ტრენინგ კურსები და ასევე სამეწარმეო სალექციო კურსიც მოისმინეს. მოამზადეს საპროექტო იდეები, რომელიც წარადგინეს დემოდღეზე ჟიურის წინაშე, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები და ყველა გუნდს და ყველა მონაწილეს სამომავლოდ უსურვებ წარმატებებს. მონაწილეობას ვიღებდი ახმეტის ტექნოპარკში FoodTech AI კვირეულზე, სადაც ჩემი გუნდი გავიდა პირველ ადგილზე. ჩვენი იდეა ეხებოდა კვების ტექნოლოგიებში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას, ეს იყო საკვების ტრანსპორტირებისას, ან საწყობში შენახვისას ხშირად ირღვევა ცივი ჯაჭვი, რის გამო ჩვენ შევქმნით პროდუქტი, რაც დაეხმარება ამ ყველაფრის მონიტორინგში და მცირე მეწარმეებს დაეხმარება თავიდან აეცნონ ზარალი. ჩემს გუნდთან ერთად შევმუშავე ასე ვთქვათ პროდუქტი, საინტერესო სისტემა, რომელსაც ქვია ნიჭიერი урна. და ზუსტად ამ урნას აქვს შესაძლებლობა რა სხვადასხვა კვებითი ნარჩენები დაასორტიროს და ასე ვთქვათ შეუძლია გადაამუშავოს. ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ გამოწვევები, რასაც ჩვენს პლანეტას აწუხებს, სხვადასხვა ნარჩენები იკარგება, რომლებსაც ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ხელახლა სხვადასხვა პროდუქტები, სხვადასხვა კვებითი პროდუქტები. ჩემი გუნდი და ჩემი გუნდის წევრები ჩვენ ყველანი გავედით მეორე ადგილზე. რა თქმა უნდა, ემოციები არის ძალიან მაღალი, გვიხარია და ვფიქრობ, მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს როგორც ახმეტის ტექნოპარკში, ისევე სხვა რეგიონებში და სხვა ტექნოპარკებში.